საღამოშიდობის რამდენიმე კვირის განმავლობაში ვფიქრობდით განგვესაჯაროებინა თუ არა დოკუმენტები, რომლებსაც ანატომიაში დღეს არ მოგიდგენთ. ჩვენი მცდელობის მიუხედავად ჩაგვეწერა ინტერვიუ ადამიანებთან, ვინც შეიძლება პასუხისმგებელი ყოფილიყო ამ დოკუმენტაციის დაარსებასა თუ შინაარსზე, ყველამ კომენტარზე უარი განაცხადა. ლეგიტიმურად გაჩნდა შეკითხვა, რატომ არიდებენ ადამიანები თავს ამ დოკუმენტაციის შესახებ საუბარს, რატომ იყო საიდუმლო აქამდე რუსეთ-საქართველოს შორის გაფორმებული შეთანხმების შინაარსი, როდესაც მას გრიფი საიდუმლო არ აძლევს. რა დოკუმენტი შეიქმნა სააკაშვილის მთავრობის წევრის დაკვეთით 2005 წელს და ვინ გეგმავდა პატრიოტული ისტერიის რუსთავი ორის მეშვეობით გაღვივებას. ექსკლუზივი დასკვნა ომზე, რომელიც მხოლოდ 3 წლის შემდეგ შედგა. საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშაძე, მისი მოადგილე სერგი კაბანაძე და წარმომადგენელი ჟენევაში ზურაბ ჭიაბერაშვილი. პუტინის ინიციატივით შექმნილ რა დოკუმენტს მოაწერა ხელი ნაციონალურმა მოძრაობამ და აღიარა თუ არა სააკაშვილმა 2011 წელს აფხაზური და ოსური დე-ფაქტო კანონმდებლობა დე-იურედ. როგორ აღმოჩნდა ამ გარიგების შედეგად სავაჭრო დირექტორის სეპარატისტების ტერიტორიაზე. ვინ აკითხულობს სატელიტის გეოგრაფიული კოორდინატების უკან ცოცხალი ქალაქების და საქართველოს ისტორიას. რა შინაარსის წერილი გამოიგზავნა ანატომიას სააკაშვილის მთავრობის ყოფილმა წევრმა სრულიად საიდუმლო ანატომიაში. საგარეო საქმეთა მინისტრს არ აქვს სერიოზული არგუმენტი საიმისოთ, რომ ახსნას, რატომ არ არის დღის წესრიგში მინისტერიალის დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს ომის საკითხი. თუ ქართული დიპლომატია და ქართული სახელმწიფოს ლიდერები ამ საკითხს აქტიურად არ აყენებენ, ასეთ შემთხვევაში არავინ თავისი კეთილი ნებით საკითხს არ მოახვედრებს. ამიტომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ აუცილებლად უნდა წარმოადგინოს ყველა დოკუმენტი ბოლო თვეების განმავლობაში, რა გააკეთა საიმისოდ, რომ საკითხი ყოფილიყო დღის წესრიგში. ზურაბ ჭიაბერაშვილი ამ ეპიზოდში ახალი ხელისუფლებისგან დოკუმენტს მოითხოვს, მაგრამ უარს ამბობს იმ საბუთის შესახებ ინტერვიუს მოცემაზე, რომელზეც თვითონ აქვს ხელი მოწერილი 2011 წლის 26 ნოემბერს ჟენევაში. მეორე მხრიდან ამ საბუთს ხელს რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი აწერს. ჭიაბერაშვილი ანატომიას წერილს უგზავნის და მისივე ნებართვით ვაქვეყნებთ ამ მიმოწერას. ინტერვიუზე უარი უნდა გითხრათ, რადგან მიმაჩნია, რომ შეთანხმების იმპლემენტაციამდე ამ თემის საჯაროდ განხილვამ ნებისმიერ ეთერში შეიძლება დააზიანოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ჩემი ეს პასუხი თქვენს გარდა ასევე მიუვა ბატონ ზურაბ აბაშიძეს, აგრეთვე თამარ კოზირიძესა და სერგი კაბანაძეს, რომლებიც ჩემთან ერთად მონაწილეობდნენ ამ მოლაპარაკებებში. და თუ თქვენ მაინც გადაწყვეტს გადაცემის ამ თემაზე მომზადებას, რაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, შეიცავს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაზიანების საფრთხეს, შეგიძლიათ ჩემი ეს წერილი გამოიყენოთ გადაცემის მსვლელობისას, როგორც ინტერვიუზე უარის თქმის მოტივი. პატივისცემით, ზურაბ ჭიაბერაშვილი. რით უფრო ზიანდება ქვეყნის ინტერესები სააკაშვილის მთავრობის მიერ ამ დოკუმენტზე ხელის მოწერით თუ მისი განსაჯაროებით. ამ შეკითხვას საზოგადოებამ უნდა გასცეს პასუხი, მით უმეტეს, რომ დოკუმენტს გრიფით საიდუმლო არ ადევს. ის უბრალოდ შორს თაროზე შემოდებული ვიპოვეთ. ეს შტაბაჭერი მომჩება, რომ სხვა არ მოაწერა ვიღაცამ ხელი და მე მოაწერა ჭიაბერაშვილმა. და ვიღაცა შეიძლება ყოფილიყო უფრო მაღალი რანგის ჩინოსანი, თქვათ იგივე საგარეო საქმეთა მინისტრი. რაც შეეხება თვითონ ამ დოკუმენტს, ეს დოკუმენტი ჩემთვის არ არის გასაოცარი, იმიტომ რომ ერთი თვითონ კონსტრუქცია ზოგადად ვიცოდი ამ ამბის. მეორეც ერთი, რომ საქართველოს მაშინელი ხელისუფლება რუსეთთან დათმობების თვალსაზრისით ყველაფერს აკეთებდა. 2011 წლის ნოემბერი, მოსკოვი, კრემლი. რუსეთის ფედერაციის მთავრობის განკარგულება ნომრით 1956 ერი საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ. რუსეთის ფედერაციის მთავრობის მეთაური ვლადიმერ ვლადიმერიძე პუტინი აღმასრულებელ ხელისუფლებას ავალებს დოკუმენტის პროექტის შესწავლას, მისი შინაარსის შეთანხმებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის და ყველა იმ ფედერალური უწყებისთვის, ვისაც კი შეიძლება ესახებოდეს. იმ დროისთვის პრემიერი პუტინი მოუწოდებს მთავრობას მოაწეროს ხელი ამ დოკუმენტს და შვეიცარიის მთავრობასთან დადებულ მემორანდუმს, რომელიც ხელშეკრულებაში მესამე მხარის როლს შეასრულებს. გაცემულ დავალებას ხელს თავად პუტინი აწერს. 2011 წელი 26 ნოემბერი ჟენევა. დოკუმენტის სათაურით საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შეთანხმების შესახებ შექმნილია და ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ. საქართველოს მხრიდან ხელს ზურაბ ჭიაბერაშვილი აწერს.
Rațeria იმ რამდენიმე ფურცელზე, რომელიც შინაარსის კომენტარზე სახელმწიფოს უსაფრთხოებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე ხელმომწერმა ჯიაბერაშვილმა უარი თქვა. Rațeria ამ დოკუმენტში და რას ითვალისწინებს ეს შეთანხმება. ამ დოკუმენტის მიხედვით რასაკვირველია ირიბად ეს შტაბ-ბიჭდება რჩება, რომ საქართველოს ხელისუფლება მიაქციეთ ყურადღება იძულებულია რაღაცას თვალი დახუჭოს და ირიბად, ესე ვთქვათ, დე-ფაქტო მდგომარეობა აღიაროს. ანუ აფხაზეთის დე-ფაქტო და ასევე სამაჩაბლოს დე-ფაქტო ხო ესე გამოდის. რასაკვირველია დე-ფაქტო აღიაროს, დე-იურე ესე გამოდის. მიუხედავად იმისა, რომ ეხლა რო კითხო, ვთქვათ, იგივე ზურაბ ჭიაბერაშვილს, რასაკვირველია ის სიტყვის დროს ამას არ ფიქრობდა. სხვაებიც იგივეს გეტყვიან. რუსეთსა და საქართველოს შორის მიღწეული შეთანხმება ტვირთების გადაადგილებაზე დაკვირვებისა და აუდიტის კომპლექსური თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, რომლითაც კერძო კომპანიის მიერ ვაჭრობაზე საერთაშორისო მონიტორინგი განხორციელდება. შეთანხმების მიხედვით ნეიტრალურ კერძო კომპანიას რუსეთი და საქართველო დაიქირავებენ და ის ანგარიშვალდებული შვეიცარიის წინაშე იქნება. შეთანხმების პაკეტი, რომელიც შვეიცარიელების შუამავლობით მომზადდა, შეიცავს საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ შეთანხმებას. ნეიტრალური კერძო კომპანიის საქმიანობის მანდატს, რომელიც შვეიცარიელი შუამავლების მიერ არის შედგენილი და ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელშიც შვეიცარია ადასტურებს, რომ ნეიტრალური მესამე მხარის როლში გამოვა. შეთანხმება, რომელიც ანატომიამ მოიპოვა, სამი სავაჭრო დერეფნის შექმნას ითვალისწინებს, საიდანაც ორი სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე გადის. ჯერ კიდევ შესარჩევი კერძო კომპანიის წარმომადგენლები ვაჭრობის მონიტორინგის მიზნით თითოეული დერეფნის თავში და ბოლოში განთავსდებიან, ისე რომ მათი განლაგება არ მოხდება უშუალოდ სეპარატისტულ რეგიონებში, მაგრამ ვის დაევალა დერეფნების კონტროლი სეპარატისტულ ტერიტორიებზე. ნეიტრალური კერძო კომპანიის საქმიანობა ფინანსდება საქართველოს და რუსეთის მიერ თანხით, რომელიც ამ ქვეყნებში კომპანიის მიერ განხორციელებული სამუშაოს ღირებულების ექვივალენტურია. ეს თანხები გადაერიცხება სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილი ფონდის ანგარიშზე. ამ ფონდს ადმინისტრირებას შვეიცარია გაუწევს. კერძო კომპანიის საქმიანობის დაფინანსების მიზნით ფონდის ანგარიშზე ყოველწლიურად ჩაირიცხება შენატანები. ნეიტრალურ კერძო კომპანიას მისი მანდატის თანახმად არ ექნება უფლება რუსეთის ან საქართველოს მოქალაქეები დაიქირავოს შეთანხმების შესრულების მთავარი ამოცანებისთვის, კერძოდ ადგილზე განსახორციელებელი ოპერაციებისთვის. რას ნიშნავს ეს აბზაცი? რას ნიშნავს ადგილზე ოპერაციის განხორციელება? არის თუ არა აქ საუბარი აფხაზეთის და ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებზე? რას ნიშნავს არ ექნება უფლება დაიქირავოს საქართველოს ან რუსეთის მოქალაქეები ამ ოპერაციის განსახორციელებლად და თუ ამ მოქალაქეებს ოსური ან აფხაზური პასპორტები ექნებათ, მაშინ რას ვიზავთ? სავაჭრო დერეფნები თავიანთი გეოგრაფიული კოორდინატების მიხედვით განისაზღვრა. შეთანხმებაში არსად არის ნახსენები კონკრეტული ადგილმდებარეობათა სახელები. დერეფნები მხოლოდ დანომრილია. სავაჭრო დერეფანი ნომრით 1, რომელიც აფხაზეთის მიმართულებას ფარავს სეპარატისტული რეგიონის სანაპირო ზოლის გასწვრივ, ვიწრო ზოლად გადის. ეს დერეფანი რუსეთში მდებარე დასახლება ადლერის სიახლოვეს იწყება, შემდეგ დერეფანი მისდის აფხაზეთზე გამოვალ მთავარ გზას, რომელიც სანაპირო ზოლს მიუყვება. დერეფანი მთავრდება ზუგდიდში. აღნიშნული დერეფანი ასევე ფარავს ტერიტორიის ნაწილს ზღვაზე, კერძოდ გაგრის, გუდაუთის, ასევე სოხუმის და ოჩამჩირის პორტების სანაპირო ზოლის მახლობლად. დერეფანი ნომრით 2. ცხინვალის რეგიონის მიმართულებით გამავალი ზოლია, რომელიც ტრანსკავკასიურ მაგისტრალს მიუყვება. გზა, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთის როკის გვირავით ცხინვალის რეგიონთან აკავშირებს. ეს დერეფანი ჩრდილოეთ ოსეთის სოფელ ნართან ახლოს მდებარე ტერიტორიიდან იწყება. საზღვრის სამხრეთ ოსეთის მონაკვეთიდან დაახლოებით 10 კილომეტრში. შემდეგ გაივლის როკის გვირაბს და ტრანსკავკასიური მაგისტრალის გაყოლებით ცხინვალისკენ გრძელდება, საიდანაც სამხრეთით უკვე გორისკენ მიემართება, სადაც დერეფნის ბოლო წერტილია. დერეფანი ნომრით 3 ზემო ლარსი-ყაზბეგის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მდებარეობს. ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემის საშუალებით რუსი და ქართველი მებაჟეები ნეიტრალურ კერძო კომპანიას მიეცნიან ინფორმაციას ყველა საბაჟო და სავაჭრო ოპერაციის შესახებ. შეთანხმებით ტერმინალი განსაზღვრულია როგორც ადგილი, რომელიც მდებარეობს სავაჭრო დერეფნების გამოსასვლელში და შესასვლელში. შეთანხმების თანახმად ვაჭრობის კონტროლი და ადმინისტრირება უნდა განხორციელდეს ამ ტერმინალებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ კერძო კომპანიის წარმომადგენლები სეპარატისტული რეგიონების გარეთ მდებარე სწორედ ამ ტერმინალებზე განთავსდებიან, მაგრამ ვინ განახორციელებს ტვირთების დაცვას და გადაადგილების უზრუნველყოფას დერეფნების შიგნით, რომელიც თავისთავად დახურული სივრცე არ არის და ეს გზა გადის სეპარატისტულ ოსეთსა და აფხაზეთზე. ასევე დოკუმენტში გარკვევით მითითებულია, რომ
ეროვნული საბაჟო სამსახურის ოფიციალური პირები განახორციელებენ დერეფნებში შემავალი ან დერეფნებიდან გამავალი ყველა სავაჭრო საქონლის კონტროლსა და ადმინისტრირებას, შესაბამისი შიდა სახელმწიფოებრივი კანონმდებლობის დებულების შესაბამისად. ამ ვაჭრობის კონტროლი და ადმინისტრირება განხორციელდება ტერმინალებში, რომელიც მდებარეობენ სავაჭრო დერეფნების გამოსასვლელებში და შესასვლელში, მაგრამ არც აქ არ არის მითითებული ტვირთის დერეფანში შესვლის შემდეგ, რომელი ეროვნული საბაჟო სამსახურის ოფიციალური პირები განახორციელებენ კონტროლს და ადმინისტრირებას. ასევე გამოტოვებულია ტვირთის დერეფანში შესვლის შემდეგ, რომელი სახელმწიფო კანონმდებლობა დაარეგულირებს ამ ტვირთის მოძრაობას. ფაქტია, რომ არც აფხაზური და არც ესური მხარე არ წამოვა იმაზე, რომ საქართველოს იურისდიქცია განხორციელდეს უკვე დერეფნის შიგნით მოძრავ ტვირთზე. გზახომ ოკუპირებული აფხაზეთის და ოსეთის ტერიტორიაზე გადის. მაგრამ თუ ან აფხაზური ან ოსური მხარე თანახმაა რუსეთის კანონმდებლობით იმოქმედოს ამ ტერიტორიაზე სახელმწიფო უწყებებმა, მაშინ რა გამოდის? ჩვენ რას მოვაწერეთ ხელი? გარდა ამისა, დოკუმენტში ასევე მითითებული არ არის აფხაზეთის ან ოსეთის დე-ფაქტო საზღვრის გადაკვეთისას ტვირთს რაიმე საბაჟო ნიშანი თუ დაერტყმება. რთული დასაჯერებელია, რომ ასეთი შესაძლებლობა სეპარატისტულმა მხარეებმა ხელიდან გაუშვან და თუ მათი დე-ფაქტო სახელმწიფო ნიშანი გაჩნდება ნებისმიერ საერთაშორისო ტვირთზე, რომელიც გაივლის სეპარატისტულ რეგიონებს, რა მოხდება და რისი ნიშანი იქნება ეს? ჩვენ ყოველთვის გვინდოდა ამის გაკონტროლება, ან უშუალოდ, ან საერთაშორისო მონიტორინგის მეშვეობით. ასეთი იყო ჩვენი წინადადება, იმიტომ რომ საბჭოთა სავაჭრო ორგანიზაცია ამას არეგულირებს. რუსეთისადმი, როცა მათ დაიწყეს იქ შესვლას ლაპარაკი 2008 წლის აგვისტოს წინ. ღია აგრესიის დაწყების შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან გართულდა. მაგრამ ჩვენ ისევ დაუბრუნდით თქვენი ერთობლივი ძალისხმევის და ცდილობის შედეგად და ჩვენი მოლაპარაკების ძალიან რთული პროცესის შედეგად ამ პოზიციას, რომ უნდა მოხდეს საერთაშორისო მონიტორინგი ყველა ტვირთის, რომელიც მოძრაობს საქართველოს მიმართულებით და საქართველოს შიგნით. ამ ყველაფერს ჩვენ მივიყვანთ ლოგიკურ დასასრულამდე უახლოეს დღეებში. იმიტომ რომ დრო ამ შემთხვევაში არის ძალიან შეზღუდული. არის რამდენიმე დღე დარჩენილი, მანამ სანამ ჩვენც უნდა მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება. ასევე მადლობა უნდა უთხრათ ჩვენ შვეიცარიელ პარტნიორებს, იმიტომ რომ მართლაც ძალიან კონსტრუქციული მუშაობა წავიდა განსაკუთრებით ბოლო ეტაპზე ამ ყველაფრის. და ახლა ჯერი არის რუსეთის გადაწყვეტილებაზე. ანატომიის შემოქმედებითი ჯგუფი დოკუმენტის მთლიანი ვარიანტის გამოქვეყნებისგან მხოლოდ ამ ეტაპზე თავს შეიკავებს, მაგრამ გაცნობებთ ვინ თქვა უარი აეხსნა საზოგადოებისთვის ამ დოკუმენტის რეალური შინაარსი. 2011 წელს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე უარი ინტერვიუზე, მისი მოადგილე სერგი კამპანაძე ასევე უარი ინტერვიუზე. დოკუმენტზე ხელის მომწერი ზურაბ ჭიაბერაშვილი უარი ინტერვიუზე. წარსულში კონფლიქტოლოგი და მოქმედი მინისტრი პაატა ზაქარიაშვილი უარი ინტერვიუზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოქმედი მოადგილე დავით ზალკანიანი და პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს-რუსეთის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ასევე უარი ინტერვიუზე. მხოლოდ ამ უკანასკნელმა ჩვენთან პირად საუბარში აღნიშნა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელზეც მუშაობა ამ წუთისთვისაც მიმდინარეობს და მისი დასრულებისთანავე ანატომიას შეთანხმების შესახებ სრული ანალიზის მომზადებაში დახმარება აღუთქვა. ფაქტი ერთია, ქართული ექსპერტების აბსოლუტური უმრავლესობისთვის დოკუმენტის შინაარსი, რომელსაც სააკაშვილის მთავრობამ მოაწერა ხელი, ამ დრომდე უცნობი იყო. ანატომია ასევე იძულებულია ნაწილობრივ საიდუმლოდ დატოვოს კიდევ ერთი დოკუმენტის შინაარსი, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდა ჩვენს ხელში. ნაშრომის სათაურით სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი 2005 წელს შეიქმნა. 36 ფურცელზე გაწერილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ანალიტიკური, ფაქტობრივი და სამხედრო დეტალების შემცველი 36 ფურცლიანი ნაშრომი რამდენიმე თვის წინ წარმოგვიდგინეს დოკუმენტად, რომლის შექმნაც მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბს 2005 წელს დაავალა. თავის მხრივ გენშტაბი დაუკავშირდა ექსპერტთა ჯგუფს და სწორედ ასე დაიწერა ეს 36 ფურცელი, მაგრამ ნაშრომის ავტორი ამ ვერსიას არ ეთანხმება. წარსულში მებრძოლი და სამხედრო ლოჯისტიკის მოქმედი სპეციალისტი აგია ბარბაკაძე ამბობს, რომ მას დაუკავშირდა სააკაშვილის თანაგუნდელი თემურ იაკობაშვილი და 2005 წელს ამ დოკუმენტის სასწრაფოდ 3 დღეში მომზადება სთხოვა. იაკობაშვილთან მე მქონდა შეხვედრა ჟვანიას სიკვდილის შემდეგ. ერთი დღეც არ იყო გასული. ხო და კითხე რა ხდება თქვა. რა უნდა მოხდეს ქვეყანაში, საცა პრემიერს აი ესეც აეჯო ვითარებაში. ხო. და აი ამის შემდეგ გადის პერიოდი და მიკავშირდება და მთხოვს რომ დავდო ნაშრომი. რამდენიმე 3 დღეში მე თქვენ რას ლაპარაკობ. 3 დღეში
სამხოთ ამათ ეგეთი ისე სჭირთ. სამ დღეში იმ წუთში ახლა ესენი ხო ვერ იკავებენ ვერაფერს. ხო და მეოთხე რომ სამ დღეში ესეთი რამე ვერ იქნება. თუ გავაკეთებ, უნდა გავაკეთო წესიერი. ძირითადად ჩემს მიერ აქ იყო გამოყენებული 2004 წლის გამოცდილება და მანამდელი 92 წლის ომების გამოცდილება თუ რა ტიპის სამხედრო ოპერაციებთან გვექნებოდა საქმე. აბა თქვენ მართლა გონიათ რომ რუსეთმა ამ ხელა ომი ატეხა და თავის თავს ზიანი მიაყენა, ხოლო იმის გამო რომ იგივე ტერიტორია ეკონტროლებია, რომელსაც მანამდე ისაც აკონტროლებდა. წაიკითხა თუ არა სააკაშვილმა ეს დოკუმენტი ამას საზოგადოება განსაზღვრავს. ჩვენ უბრალოდ გთავაზობთ იმას, რაც მიხეილ სააკაშვილმა ომამდე 3 წლით ადრე იცოდა და ეს იცოდა მისივე მთავრობის წევრმა თემურ იაკობაშვილმა, რომელიც ამ ომის მიმდინარეობისას საინფორმაციო პოლიტიკის ერთ-ერთ გამსაზღვრელად და თანაავტორად გვევლინებოდა. ამ დოკუმენტში აღწერილია ზუსტად როგორ მოხდარიყო ეს ყველაფერი და ისე მოხდა. თვითმფრინავი მოდიოდა ანთებული ფარები. ესე დაბომბვის მომენტში თვითმფრინავს ანთებული ფარები ქონდა, თქოს გვაფრთხილებდაო. ბაზის მიღმა ტერიტორიიდან მაშხალებით თვითმფრინავს ანიშნებდნენ დაბომბვის სივრცეს, უხაზავდნენ. ყველაფერი გადასარევად იცოდა. მათ შორის მიხეილ სააკაშვილმაც, როგორც ჩანს, შეიძლება მასშტაბებს ვხვდებოდა, შეიძლება თქვა ცოტა სხვანაირად წარმოედგინა ეს ყველაფერი, შეიძლება უფრო აქტიურად თვლიდა, რომ პირველი წუთებიდან ჩაერთებოდა დასავლეთი, მაგრამ რაზე მიდიოდა, ნამდვილად იცოდა. ნაშრომის შესავალ ნაწილში ვკითხულობთ. კონფლიქტის განახლება უპირველეს ყოვლისა იქნება რუსეთის ფედერაციის ინტერესებში. ასე რომ წინასწარ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მოსულის სეპარატისტული სამხედრო დაჯგუფებები იქნებიან შეერაღებულნი და აღჭურვილნი რუსული იარაღით და ტექნიკური საშუალებებით. კონფლიქტი ექნება ეთნოკონფლიქტის ხასიათი, რაც ხელს შეუწყობს რუსულ მხარეს კიდევ ერთხელ დაამტკიცოს მისი კონფლიქტის რეგიონში დასწრების აუცილებლობა და არ გაუშვებს ხელიდან შემთხვევას, რომ გაზარდოს თავისი ვითომ და მშვიდობის ყოფილი სამხედრო კონტინგენტი და მისი მოქმედების არეალი თვითგორამდე. Это, конечно, будет вызывать ответные действия. Ამ კადრებში ჩანს ქალაქი გორი და მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოგდებული ჭურვის ფრაგმენტები. ორი რუსული გამანადგურებელი დაახლოებით 10-15 წუთის მანძილზე ბომბავდა ქართულ პოზიციებს. ნაშრომის თავში მხარეთა მიზნების შესახებ ვკითხულობთ. საქართველოს მწვავე ხანგრძლივ ეთნოკონფლიქტში ჩართვა, რუსეთის ინტერესი, კონფლიქტის საქართველოს ტერიტორიაზე პროვოცირება, საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელების მიზნით, რუსეთის ინტერესი, კრიზისის მასშტაბების გაზრდა მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტ გორის საზღვრებში, რაც მათ თბილისის სამტრედიის ძირითადი კომუნიკაციის კონტროლისა და აღმოსავლეთ საქართველოს, დასავლეთ საქართველოსთან მოწყვეტის საშუალებას მისცემს, რუსეთის ინტერესი. კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის ქვეთავში ვკითხულობთ. ამერიკის შეერთებული შტატები არ იქნება არავითარი მხარდაჭერა, რომ კრიზისი არ გავრცელდეს კავკასიის რეგიონზე, ხოლო კავკასიაში და მის სამხრეთ ნაწილში არეულობა არ შედის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში. ნავთობისა და გაზეთების უსაფრთხო ფუნქციონირებისა და ახლო აღმოსავლეთში დემოკრატიული სისტემების დამყარების გამო თურქეთი იმავე მიზეზებით თავს შეიკავებს რაიმე მხარდაჭერისგან. ევროკავშირი წინააღმდეგი იქნება ყოველგვარი კრიზისის განახლებისა გამომდინარე მისი ახალი სამეზობლო ინიციატივიდან. You may think this is in your მე თვითონ პირდაპირ ვუთხარი მაშინ სააკაშვილს, რომ ეს არც მათ და არც ჩვენს ნაციონალური უსაფრთხოების ინტერესებში არ ჭდებოდა. ნუ მისცემს თავისუფლებას აღმოჩნდეთ სიტუაციაში, რომელიც თქვენთვის კრახით დასრულდება. თუ გგონიათ, რომ ჩვენ გამოვიქცევით თქვენ საშველად, ხილად იყავით. Rescue you from any difficulties you get into. So be careful. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს დავურეკე. ლავროვმა მაშინ მიპასუხა, რომ მიშა უნდა წასულიყო. რაზეც მე ვუთხარი, რომ არ შეიძლება სახელმწიფო მდივანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პირად საუბრებში წხვედნენ დემოკრატიულად მოსული პრეზიდენტის გადაღებების საკითხს. როდესაც ეკამ დამირეკა და მითხრა, რომ ისინი კონსტიტუციური წესრიგის დამყარებას აპირებდნენ, მე მას ჩავეკითხე, აპირებდნენ თუ არა ისინი ოსეთში შეჭრას. მაშინ მე მას ვუთხარი, რომ ქართულ მხარეს ამ შემთხვევაში ყველაზე ძლიერი უპირატესობა გააჩნია. მას მსხვერპლის სტატუსი აქვს და ეს სტატუსი არ უნდა დაკარგოთ. გავაფრთხილებ. ასევე კონფლიქტის პოლიტიკურ გადაწყვეტის დასკვნაში მითითებულია, რომ კონფლიქტის პოლიტიკური უზრუნველყოფა შეუძლებელია. რომც მივახციოთ გადამწყვეტ სამხედრო უპირატესობას, ოპერაცია იმდენად არახელსაყრელ ვითარებაში იქნება ჩასატარებელი, რომ პოზიტიური შედეგის მიღწევის ალბათობა უკიდურესად დაბალია. ეს არის ყველაზე დიდი უაზრობა, რაც კი შეიძლება საკუთარ სახელმწიფოს შენ გაუკეთო. რომ ეს იყო 100%-იანი კრახი და რომელიც ზუსტად აი ესეთი მძიმე შედეგებით დასრულდებოდა. მან მე მიწერია კიდე, რომ ამას დასჭირდება თაობები.
აი მაგ სიტყვებით ვამთავრებ დიახ და სამწუხაროდ მაგას ვხედავ რომ მართლა თაობების პრობლემა გავხადეთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება მიუხედავად იმისა რომ ვიცი თუ რა ოდენ დიდარი და საქმიდან ფულია ქართული სტუმართმოყვარეობა ახლა ალბათ გამეხარდება მაინც რომ ჩემს სამშობლოში დავბრუნდე და მე მომავალში ვისარგებლებ ქართული სტუმართმოყვარეობით კიდევ ერთხელ მადლობ Mr. President, does it mean that you have signed an agreement? Mr. President Reuters, yes. You have signed a document, right? It's not to be signed. It's a political document. ეს არის პრინციპებზე შეთანხმება. საინფორმაციო უზრუნველყოფის ქვეთავში წერია. ქართულმა მხარემ უნდა მოახდინოს ქვეყნის შიგნით და გარეთ საზოგადოებრივი აზრის მომწიფება ორ საკითხში. კონფლიქტი გარდაუვალია და საქართველოს წარმოადგენს მართალ მხარეს. ამოცანა. პატრიოტული ისტერიის აგორება ქვეყნის შიგნით, სადაც NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით მოსახლეობის 80% წინააღმდეგია კონფლიქტის განახლებისა. გამოიყენებენ ძირითადად ელექტრონულ მედიას, საზოგადოებრივ ტელევიზიას და რუსთავი 2-ს, რომელთაც ხელისუფლება საფუძვლიანად აკონტროლებს. მზეს და იმედის როლი უფრო პასიური იქნება, ხოლო 202 და კავკასი ალბათ საწინააღმდეგო პოზიციას დაიკავებენ. ნაშრომის ავტორმა აქ ჯერ არ იცის და არ შეიძლება იცოდეს, რომ სააკაშვილის ხელისუფლება 2 წლის შემდეგ იმედს დაარბევს და მას საკუთარი კონტროლის ქვეშ აიყვანს. 202-ს დახურავს. სამხედრო ოპერაციის ზოგადი ღონისძიებების თავში კითხულობთ. მოწინააღმდეგის ჯგუფების ლოკალიზაცია და ბლოკირება, ამისთვის აუცილებელია მთელი ტერიტორიის სწრაფად დაკავება. განსხვავებით სხვა სცენარებისგან ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს მეტად მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტს კარგავს, რაც დაუშვებელია. და ქვემო ნიქოზი, ერედვე, ერგნეთი, ნოლა, მოგვიანებით ნული, ავნები, ზემუქრისი. მოწინააღმდეგის ვითარების შეფასებაში წერია. ტერიტორიის კონტროლის სრული უპირატესობა აქვს მოწინააღმდეგეს. მოწინააღმდეგეს ფორტიფიკაციურად გამაგრებული აქვს თავდაცვის 2 ზღუდე ჯავაკვაისის მონაკვეთზე. გაყვანილი აქვს გზები ქართული სოფლების გვერდისავლით. ატარებენ წრთუნებს და გააჩნიათ საზღვარი მოკავშირე სახელმწიფოსთან. ქართულმა შენაერთებმა ცხინვალში თითქმის ყველა სტრატეგიული შენობა აიღეს. სეპარატისტები კვლავ განაგრძობენ ქართული სოფლების დაბომბვას. რაც შეეხება ოსის სეპარატისტების ბრალდებას, რომ ქართულმა მხარემ გახსნა ცეცხლი, ამაზე ქართული მხარე აცხადებს, რომ ისინი მათ საპასუხო ცეცხლი გახსნეს მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ოსმა სეპარატისტებმა ქართული მხარის მოთხოვნის მიუხედავად არ შეწყვიტეს მსხვილკალიბრიანი იარაღით ცეცხლი ქართული სოფლების მიმართ. მუგუთი და დიდმუხა სეპარატისტების ბანდფორმირებებმა დატოვეს. რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა საგანგებო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ბანდფორმირებების შეიარაღებული სეპარატისტები რუს მშვიდობის მყოფელთა საგუშაგოებზე თავდასხმას და სამხედროების მკვლელობას გეგმავენ. ეს პროვოკაციული აქტები, დივერსიული აქტები კი ქართულ მხარეს უნდა დაბრალდეს, რათა ვითარება ადგილზე გამწვავდეს. მოწინააღმდეგეს მოქმედებების საბარაუდო ჩანაფიქრი. ისინი შეეცდებიან ჩვენი ძალების მოხანცვას ბრძოლით უკან დახევით. წინასწარ გათვალისწინებულ თავდაცვით ზღუდეებთან ჩვენს შეკავებას და კონტრშეტევის განხორციელებას. ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განხორციელება, განსაკუთრებით ცენტრალურ საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალებსა და სხვა სტრატეგიულ ობიექტებზე. მე არ მესმის მასხარაშვილისნაირი მასხარების აი განცხადებების, რომლებიც დღესაც ურცხვად აცხადებენ, რომ მათი, ესე იგი, მიზანი არის კრემლზე ქართული დროშის აფრიალება და რუსეთის დამარცხება. და ვიღაცებმა ასეთ ადამიანებს მე ნორმალურად ვერ აღვქან, ისინი არიან მოკლებული ადეკვატურ აზროვნებას. ტაში დაუკრეს აი ამ იმას. ერთი არის გულზე მჯიღის ცემა და მეორე არის ის რეალობა და მოცემულობა, რომელ მოცემულობაში ჩვენ გვიწევს ცხოვრება. ჩვენი მოცემულობა არის დღეს ისე, რუსეთი ბევრად ძლიერია საქართველოზე და საქართველოს არ შეუძლია რუსეთის დანგრევა დაშლა. ეს არ არის ჩვენი ამოცანა. ომი არ არის მარტო ტყუის გასროლა. ომს სჭირდება რესურსები, შენ არ აგაქვს ადამიანური რესურსები, შენ არ აგაქვს საბრძოლო რესურსები, შენ არ აგაქვს მარაგები, შენ არ აგაქვს ეკონომიკა, შენ არ აგაქვს ენერგია, შენ არ აგაქვს გამოცდილება ამის ყველაფრის, არც სპეცსამსახურების მუშაობის, არც სამხედრო ტრადიცია ამისი. ეს ბავშვსაც კი ესმის. ეს ის რეალობაა, რომ რეალობაში ჩვენ ფაქტურად ვიმყოფებით მთელი ამ მე-20 21 საუკუნის დასაწყისში, მე-20 საუკუნის დასასრულს.
საკუთარი ვითარების შეფასებისას ნაშრომის ავტორი მიუთითებს, რომ შეიარაღებული ძალების მართვის სისტემით დაწყებული საბრძოლო ტექნიკის შეიარაღებისა და მარაგების საერთო დონით დასრულებული მომზადების დონე არის დაბალი. ძალების შედარების ნაწილში მოწინააღმდეგეს უპირატესობა ნათელი იყო ჯერ კიდევ 2005 წელს. შეჯამების ნაწილში კი ვკითხულობთ, რომ კონფლიქტის მთელი ტერიტორიის სწრაფად დაკავების ალბათობა დაბალია. მისი დაკავების შემთხვევაში კი სრული კონტროლის დამყარება უფრო რთულ ამოცანას წარმოადგენს. აგვისტო 19 საათი. მე გთავაზობთ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას. მე გთავაზობთ დაუყოვნებლივ მოლაპარაკებას. მე გთავაზობ სეპარატისტებს და იმელემ ხალხს, ვინც ჩართულია კრიმინალურ საქმიანობაში, სრულ სისხლის სამართლებრივ ამნისტიას თუ ისინი შეწყვეტენ დაუყოვნებლივ ცეცხლს და დაუჭრეთ ისე მოლაპარაკების მაგიდას. ყველანაირი პირდაპირ მოლაპარაკების ფორმატით, მრავალმხრივი ფორმატით, ყველანაირი ფორმატით იმისათვის, რომ გადავლახოთ ეს სრულიად ჩიფური სიტუაცია. იურისდიქციის აღდგენის და კონფლიქტის საბოლოო დარეგულირების ნაწილში კი ვკითხულობთ. ყველაზე მოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო იურისდიქციის აღდგენას მხოლოდ დეკლარაციული სახე იქნება. ამას ემატება ისიც, რომ ოსი ეროვნების მოსახლეობა ასეთ აღდგენას ძალის მეშვეობით არასდროს არ მიიღებს. შესაბამისად, იურისდიქციის რეალური აღდგენის ერთადერთი საშუალება არის ეთნიკური წმენდა, რომელიც ჩვენს შემთხვევაში აუცილებლად მიიღებს გენოციდის ხასიათს. აქედან გამომდინარე, ყველა შედეგით. საერთო დასკვნა. პოლიტიკურად კონფლიქტის უზრუნველყოფა შეუძლებელია. საინფორმაციო უზრუნველყოფა დიდ სიძნელეებთან არის დაკავშირებული. სამხედრო ოპერაციის წარმატების აუცილებლობა ძალზედ მცირეა. დაკავებული ტერიტორიის გაკონტროლების შესაძლებლობა არ გვაქვს. იურისდიქციის ძალის გამოყენებით აღდგენა ფიქციაა. შედეგი ამ ომში გარდაუვალი დამარცხება გამოიწვევს სახელმწიფოებრიობის რღვევას და კიდევ ერთი ომის წაგება გააჩენს მოსახლეობაში ისეთ ფსიქოლოგიურ სტრესს, რომლიდანაც გამოსვლასაც წლები კი არა, თაობები დასჭირდება. ეს მიხეილ სააკაშვილმა 2005 წელს იცოდა. მერკეტებს ვიწყობ რუსეთის მხარე რა. აი მე მაგ მომენტში რაღაც ცოტას გავიაზრებდი და ნამდვილად დავრჩებოდი საქართველოსთან. წასვლის თემა არის კარგად ორკესტრირებული კომპანია წინასაარჩევნოდ, რომ გადაიფაროს ის რეალური სიტუაცია, რაც არის ქვეყანაში. ორ კვირაში არის არჩევნები რა. და იწყება ფაქტიურად უძლიერესი ანტირუსული კომპანია, რომ არ წავიდეთ რუსეთში და ასე ვთქვათ, რომ გადაიფაროს ის რეალური სიტუაცია და ის რეალური პრობლემები, რაც გვაქვს აგერ ორ კვირაში. ვისი მხრიდან არის ეს ვისი მხრიდან, რა თქმა უნდა, ნაცმოძრაობის მხრიდან, ეს არის ყველაფერი გაკეთებული იმისთვის, რომ ანტირუსული ისტერიის ფონზე მარგველაშვილს დააგდეს ქულები და ქულები დაემატოს ბაგრაძეს. საზოგადოების ყურადღება და მივიპყროთ იმ საგანგაშო ვითარება. ეს სრულიად სახში რომ შემოგივარდეთ ვიღაცა ღმერთმა დაგიფაროთ და გაგლახოთ და თქვენ თქვათ რომ მიშველეთ, ეს ისტერია არის. ანუ თქვით რომ ჩვენ ისტერიკაში ჩავალეთ, იმიტომ რომ რატომღაც ვიღაცა სახლებს შლის და იქ მავთულ ხალხს მე რასაკვირველია ხა ვერაფერ დავამტკიცებ რომ ეს რუსეთის ხელისუფლება და თქვა სააკაშვილის ხელისუფლება რაღაც კონტექსტში ერთად მოქმედებდა, ამის დამტკიცება შეუძლებელია ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, მაგრამ აი ინტუიტურად ხშირად ხდებოდა, ინტუიტურად უზნობ რომ ხშირად ხდებოდა, ემთხვეოდა, როცა ჭირდებოდა სააკაშვილის ხელისუფლებას, მაშინ ხდებოდა რაღაც ეკიდან განსაკუთრებული, ესე ვთქვათ, აწევა ტემპერატურის. ომის წინა პერიოდში ასე იყო, ომის შემდეგაც ეხლაც აი ოლიმპიადის წინ ესე იგი თემა შემოვიდა, რომელიც გამოსაღენებელია კარგად ნაციონალური მოძრაობისთვის, თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ თემასაც აქვს თავისი ნაკლოვანება და კონტრცვლა შეიძლება გაკეთდეს, თუნდაც ისეთივე, რომ ის კაცი წავიყვანოთ ოლიმპიურ თამაშებზე, ვინც ის თვითმფრინავი დააზიანა, ხო, ის მსროლელი. როცა ძალიან ჭირდებოდა სააკაშვილის ხელისუფლებას, მაშინ ყოველთვის რუსეთის ხელისუფლება აძლევდა საზრდოს ახალი კამპანიის ამოსაწყებად. Одним из первых факелоносцев, которые понесут огонь Олимпиады в Сочи по стране, стал герой России Иван Нечаев. В августе 2008-го в небе над Южной Осетией он управлял штурмовиком и был подбит. Экспертთა ნაწილისთვის არჩევნების შემდეგ რუსეთის ფედერაციაში უჩვეულო უმოქმედობა და საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებამდე
ერთი თვით ადრე რუსულ ფედერალურ ტელეარხებზე დაწყებული ისტერია სამხედრო მეჩირახნასთან დაკავშირებით, რასაც წარმატებით იყენებს ნაციონალური მოძრაობა კამპანიისთვის საეჭვოა და თვითიზოლაციისკენ პროვოკაცია დაღიქვანს. ნაციონალურმა მოძრაობამ კი ომის შემდეგ 3 წელიწადში ხელი მოაწერა სეპარატისტულ ტერიტორიებზე დერეფნების შექმნას და ომამდე 3 წლით ადრე ნაშრომი შეუკვეთა, რაშიც დაუწერეს, რომ ომი საქართველოსთვის სავალალო იქნებოდა. რუსეთ-საქართველოს შორის 2011 წელს შვეიცარიის შუამავლობით დადებული შეთანხმება სავარაუდოდ აფხაზეთის რკინიგზასთან პირდაპირ კავშირშია, მაგრამ არ შემოგთავაზეთ ანალიზის ჩვენი ვერსია, რადგან როგორც ბატონმა ზურაბ აბაშიძემ გითხრა, გადაცემა არ გამოსულიყო არაკვალიფიციური. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ დოკუმენტის შინაარსის ახსნაზე ყველამ უარი გითხრა. თუმცა ანატომიის შემოქმედებითი ჯგუფი როგორც ჟურნალისტები რჩებიან იმ აზრზე, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვის ვინ როდის რაზე შეუთანხმდა, რომ წლების შემდეგ აფხაზეთის რკინიგზაზე მომავალი რომელიმე საერთაშორისო ტვირთი ქართული საზოგადოებისთვის სიურპრიზი არ აღმოჩნდეს. მომავალ ორშაბათამდე გამშვიდობებით ნახვამდის.